მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ქართველური ცივილიზაცია, რომლის წამყვანი გახლავართ გია კვაშილავა. საუბარი გვაქვს შემდეგ თემაზე. თემის სახელწოდება პროტოქართველები, საერთო ქართველური ენა და წარწერები. ამასთან ერთად ჩვენ საუბარი გვაქვს აკლასის ხაზოვანი ფესოს დისკოს წერილობით ძეგლებზე. ეს მეორე ნაკვეთია, წინა გადაცემაში პირველი ნაკვეთზე ვისაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, თემა წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრი ენა, ლოგიკა და მეტყველების მიერ. ჩვენი ნაშრომები, ვისაც დაწვრილებით აინტერესებს, შეუძლიათ ნახოთ შემდეგ დაბეჭდილ კრებულებში. ერთი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრებული, რომელსაც ქვია ქართველოლოგია 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით აქ არის მოცემული თქვენს ეკრანებზე. მეორე კრებული არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კრებული. შესაბამისი წიგნები ნაჩვენებია ეკრანზე. სანამ თემას დავიწყებთ, გვინდა თქვათ რამდენიმე საინტერესო სიტყვა, რომელსაც აცხადებს აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. დღეს ქართველი ხალხი წარმოიჩინება საზოგადო და საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებით სწორედ ქართული მეცნიერების, ქართული კულტურის მეშვეობით უნდა ხდებოდეს, ამცნებათა ფართო გაგებით. ეს ერთგვარი ეროვნული თვითყოფადობის განმტკიცება უნდა იყოს ქართველი ხალხისა მსოფლიო საზოგადოებრივების თვალში. წინამდებარე გადაცემაში და დღესაც ვაგრძელებთ შემდეგ საკითხებზე საუბარს. ჩვენ საუბრობდით სამხრეთ ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ. შემდეგი თემა გახლავთ მაკრეელების, დოლიონებისა და მუშკების განსახლების შესახებ. მესამე კორიბანტებისა და კირბების კოლხური დამწერლობის შესახებ. მეოთხე აკლასის ხაზოვანი ფესტოსის დისკოს კრეტული იეროგლიფური წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია. მეხუთე ფესტოსის დისკოსა და აკლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ და ბოლოს დასკვნა. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და დღესაც ვაგრძელებთ და ქვემოთ წარმოვადგენთ სამხრეთ ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს. თქვენ წინ ჩანს რუკა, სადაც მოცემულია წარმოდგენილია რუკაზე კავკასია, მცირე აზია და ევროპა. წვანეთ წარმოდგენილ სურათზე, რომელიც წვანეთ არის გაფერადებული, ამ ნაწილზე საუბრობთ იმ მოსახლეობაზე, რომელიც არის არაინდოევროპული. უფრო კარგად რომ შევხედოთ და ჩვენი უფრო კონკრეტული საუბარი იქნება შემდეგ გადაცემებისთვის, კუნძული კრეტა, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აუზში. კრეტას ხედავთ თქვენ და კრეტის უძველესი ცივილიზაცია უფრო გავრცელებული იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ კრეტაზე. დღესაც აღმოსავლეთ კრეტას 4000 წლიდანვე ტოპონიმი ჰქვია და მას პირობითად წყაროებშიც, რა თქმა უნდა, მოცემულია ბეხაზოვან წარწერებში და აკლასის ხაზოვან წარწერებში. დღეს კი ამ აღმოსავლეთ კრეტას, სადაც ძველი ცივილიზაციის ნაშთებია შემორჩენილი, ქვია ლასიტი. როგორც მოგახსენეთ, კრეტა არ არის დიდი კუნძული, 260 კილომეტრია სიგრძის, 60 კილომეტრი სიგანეში. კიდევ ერთხელ შევხედოთ რუკას, კავკასია, შავი ზღვა, მცირე აზია, რომელიც დღეს თურქეთია, ეგეოსის ზღვა, ბალკანეთის ნახევარკუნძული, პელოპონესის ნახევარკუნძული და ხმელთაშუა ზღვა. და აქ მდებარეობს კრეტა. გამყრელიძესა და ივანოვის თეორიის მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულში დასავლეთი და ცენტრალური ევროპა უძველესი ბალკანური კულტურების განადგურების შემდეგ კიდევ დიდხანს იყო არაინდოევროპული. შესაძლებელია ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულებამდე, როდესაც ევროპაში დაიწყო ძველი ევროპული დიალექტების თანდათანობით გავრცელება. ესე იგი, როგორც ჩანს, ევროპაში
არაინდოევროპული მოსახლეობა იყო მეორე 1000 წლეულებამდე და შემდეგში უკვე მეორე 1000 წლეულში უკვე იწყება ინდოევროპული ტომების გავრცელება. რუკაზეც ჩვენ ვიმუშავებთ დაწვრილებით, ახლა რუკაზეც ნახავთ ინდოევროპული მოდგმის ხალხის წინარე სამშობლო ნაჩვენებია ეკრანზე და მათი გავრცელება. ეს ადგილი არის წინარე სამშობლო ტბები ვანისა და ურუმიას შორის და გავრცელება ხდება სპარსეთის ანუ ირანის გავლით ცენტრალურ აზიის და შემდეგ რუსეთის ტერიტორიით ევროპისკენ. მეორე გზა არის ინდოევროპული ტომების გავრცელებისა მცირე აზიით ეს უფრო ნაკლები გავრცელება ჩვენ ამას დაწყვილებით შევეხებით შემდეგში. ინდოევროპული დიალექტების ესეთი გადანაცვლება, რომელიც არის წარმოდგენილი გამყრეძე ივანოვის თეორიის მიხედვით, ყველაზე უფრო ჭეშმარიტია იმ მხრივ, რომ ყველა დიდი მასალა შეჯერებულია ლინგვისტური, თუმცა ინდოევროპული მოდგმის წინარე სამშობლოზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს, ანუ ფიქრობენ სხვა ტერიტორიაზე იყო. თუმცა ეს ლინგვისტური მასალა უფრო დამაჯერებელია. ჯონ ჩედვიგი წერს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-20 საუკუნეში ერთიანი ბერძნული ენა ჯერ არ არსებობდა. ანუ 4000 წლის წინ. დღეიდან ის ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნის ბ-კლასის ხაზოვანი წარწერებიდან. ჯონ ჩედვიგის აზრით ბერძნული ენა ჩამოყალიბდა ადგილობრივი მოსახლეობისა და შემოჭრილი ხალხების ენათა შერევის შედეგად. ბ-კლასის ხაზოვანი წარწერები თქვენ მოგეხსენებათ წაიკითხა მაიკლ ვენტრისმა და ჯონ ჩედვიგმა და აქ ერთ-ერთი თიხის ფირფიტის ნაწილია წარმოდგენილი, რითაც დადასტურდა ბ-კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის სისწორე. ჯონ ჩედვიგი ასევე იმეორებს კრეტის ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ იმავეს, რომელიც რასეს ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნემდე ბერძნულად არ მეტყველებდნენ კუნძულ კრეტაზე. მათი ენამწერლობით სახით მოაღწია ჩვენამდე, ეჭგარეშია ეს ენა ბერძნული არა. სწორედ იმ წარწერებზე საუბარი, რომელიც თქვენ ეკრანზე ხედავთ, A-კლასის ხაზოვანი წარწერები, რომელიც არ არის ბერძნულ ენაზე შესრულებული. ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკებს ტომებს თვითონ არ შეუქმნიათ დამწერლობა. ამბობს გამყრეძე ივანოვი. ისინი სესხულობდნენ წერით სისტემებს, რომლებიც შექმნილი იყო არაინდოევროპული ენებისთვის. ასე მაგალითად ისტორიული ხანის მიკენის ბერძნებმა თავიანთი ენისთვის სხვა წყაროდან ისესხეს ბ-კლასის ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობის ნიშნები. და ეს წყარო იყო A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც შეიქმნა არაინდოევროპული პირობითად მინოსური ენისთვის. მიკენის ბერძნები თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის ჰომეროსის ილიადა და ოდისეას ნაწარმოების შექმნამდე 700-600 წლის წინანდელი ცივილიზაცია. ეს არის პირველი ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც შეიქმნა კონტინენტურ საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ მიკენის დასახლებაში და ამიტომ პირობითად ამ ცივილიზაციას ქვია მიკენური ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც ეს არის შემდეგი ცივილიზაცია კრეტის ცივილიზაციის დაკნინების შემდეგ. A-კლასის ხაზოვანი წარწერებით შესრულებული ფირფიტების ენა და სხვა ნივთების წარწერებზე, რომლებიც აღმოჩენილია კრეტის მრავალ ადგილას, დღესაც ჩანს მათი კვალი არა მარტო კრეტაზე, არამედ ეგეოსურ კუნძულებზე, სხვა კუნძულებზეც. და აღმოჩენილია ეს წარწერები. თამაზ გამყრეძისა და ივანოვის აზრით ჰიპოთეზა ბერძნული ტომების მოსვლის შესახებ მათი საცხოვრისის ისტორიულ ადგილებში, ანუ კერძოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე საუბარი, ანუ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიის გავლით ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კონტინენტურ საბერძნეთში გასაგებს ხდის ბერძნულში ქართველური, პირობითად სამხრეთ კავკასიური წარმოშობის ლექსიკის მთელი შრის არსებობას. თქვენს ეკრანზე კარგად ჩანს, რომ
წინარე სამშობლო ინდოევროპელების არის ტბები, არის ეს ვანისა და ურმიას შორის და აქედან ვრცელდება ერთი ნაწილი ინდოევროპული დიალექტები. მცირე აზიის გავლით ეს პირველ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ ხეთური ცივილიზაცია და მასთან დაკავშირებული ესე იგი ახლო მდებარე დიალექტები და შემდეგში გადადიან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ფაქტობრივად ამბობენ ეს არიან დორიელები. და ამის შემდეგ კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორია ნაწილ-ნაწილ ხდება ბერძნული და მოგვიანებით კი კუნძულები და კერძოდ კი კრეტა გახდა ბერძნული სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ ძველი წელთაღრიცხვის 1450 წლის შემდეგ. ანუ დღეიდან 3450 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. ბერძნულში გაუგებარი ეტიმოლოგიის სიტყვათა მთელი რიგი არსებობს და ახალი გამოკვლევის შუქზე არაორაზროვან პარალელებს პოვებს ქართველურში. შრომები არის გორდეზიანის, ფურნიეს და ადასტურებს ენობრივ კონტაქტებს, რომლებიც უძველეს ეპოქაში არსებობდა ბერძნულ და ქართველურ დიალექტებს შორის. აღნიშნავენ გამყრელიძე და ივანოვი. თქვენ წინ ჩანს წიგნები ფურნიესი, თაქ მასალა მოცემული სწორედ ამ ბერძნულში მოცემული სიტყვებისა, რომელიც აუხსნადია ინდოევროპულ ენებზე. გამყრელიძე და ივანოვი ასევე აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხმედრა ბერძნულსა და ქართველურ შორის, რომელსაც თავს იჩენს სწორედ არაინდოევროპული წარმოშობის წინა ბერძნული პირობითად პელაზგურ სიტყვებში უნდა იხსნას იმით, რომ ბერძნულმა ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას, სადღაც ახლო-აღმოსავლეთში, ესე იგი წინარე სამშობლოდან დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიულ საბერძნეთის ტერიტორიებზე. სწორედ რუკაზე კარგად ჩანს, რომ წინარე სამშობლოდან გადაადგილდა გადანაცვლება მოხდა ინდოევროპული დიალექტების და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთის ტერიტორიაზე შევიდა ერთ-ერთი ინდოევროპული ტომი, მაგალითად დორიელები და ამის შემდეგ ხდება მთლიანად ბალკანეთის ნახევარკუნძულის ინდოევროპეიზაცია. გამყრელიძე ივანოვი აგრეთვე თვლიან, რომ არგონავტების შესახებ მითის უძველეს ფენაში ასახულია ბერძნულენოვან შესაძლოა დორიელების ტომთა ერთი ნაწილის ყველაზე ადრეული კონტაქტები ჩრდილოეთი, მცირე აზიისა და ამიერკავკასიის სხვა ენებზე მოლაპარაკებ ტომებთან. ეს მაგალითი არის აღებული არგონავტების მითის მიხედვით. სწორედ ეს არგონავტების მოგზაურობა თუ ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული, ამ მხრივ მოეწყო ექსპერიმენტალური არქეოლოგიური კვლევა. ექსპერიმენტი ჩატარდა იოლკოსიდან ფასისამდე, თუ როგორ შეიძლება გადაადგილება იმდროინდელი იმ პერიოდის ნავის მიხედვით. და ეს თქვენ მოგეხსენებათ გააკეთა ტიმ სევერინმა და მან შემდეგში დაბეჭდა წიგნი იასონის მოგზაურობა, რომელიც ინგლისურად გამოიცა პირველად და შემდეგში ქართულადაც არის თარგმანი გაკეთებული და თქვენ ხედავთ ამას ეკრანებზე. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის წიგნები, რომელიც არგონავტების ამ მოგზაურობას ეხება და ზოგადად ძველი კოლხეთთან დაკავშირებით მასალა მოცემული და მეორე წიგნი, რომელიც ჩვენ წინა გადაცემაში მოგახსენებთ, რომელიც რუსულად იყო დაბეჭდილი, ახლახან უკვე ქართულად გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და ამ წიგნს ჰქვია ძველი ქართული ცივილიზაციის სათავებთან. ეს წიგნი ძალიან საინტერესო წიგნია, ყოველი საინტერესო ინფორმაცია აქ არის მოცემული არქეოლოგიური და ლინგვისტურით და თუ ამ მხრივ ვინმე საინტერესებს ეს მიმართულება, ეს წიგნები საინტერესოა იმ მხრივ, რომ აკადემიური გამოცემაა. წინა ბერძნული და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზებს ასევე გამოთქვამდნენ
სხვა ბევრი მეცნიერი და ამათ დავასახელებთ ახლა. პირველად ეს გამოთქმა ჰერვასმა. შემდეგში ჰუმბოლდთან დაკავშირებით თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჰუმბოლდტის თეორია საკმაოდ საინტერესო იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში მოსახლე ტომების ენობრივ საკითხზე. ქონდა მას საკმაოდ კარგი წიგნები დაწერილი, ამ წიგნებს ჩვენ შემდეგ გადაცემაშიც გაჩვენებთ. ჰომელი ცნობილი მეცნიერია, ასევე გამოთქვამდნენ მოსაზრებებს მიულერი, თქვენს ეკრანზე ჩანს, ნიკო მარს აქვს საკმაოდ ბევრი ნაშრომი ამ მხრივ და საინტერესო. ივანი ჯავახიშვილს, დეტერსი, თქვენ მოგეხსენებათ დეტერსი, სწორედ პირველი ქართველოლოგია, რომელმაც შექმნა გრაფიკი, ანუ სისტემა, როგორ დაიშალა საერთო ქართველური ენობრივი სისტემა. მან წარმოადგინა სწორედ ეს გრაფიკი პირველად და ჩვენ ამ დეტერსის გრაფიკს შემდეგშიც ნახავთ. ცოტა სხვანაირი ცვლილებით. დირი საკმაოდ ცნობილი ენათმეცნიერი გახდათ. არლონ ჩიკობავას აქვს საკმაოდ ბევრი მასალა ამ მხრივ გამოქვეყნებული. შემდეგი მეცნიერი გახლავთ მოსე ჯანაშვილი, მასაც აქვს საკმაოდ ნაშრომი ამ მხრივ, გიორგ ჩიტაიას, სიმონ ყაუჩიშვილი, სერგიევსკი, მას საკმაოდ კარგი მოსაზრებები აქვს იმ მხრივ, რომ ინდოევროპული ტომების ევროპაში გავრცელებამდე ხმელთაშუა ზღვისპირეთის მოსახლეობა იყო არაინდოევროპული. სიმონ ჯანაშიას აქვს საკმაოდ კარგი თეორია იმ მხრივ, რომ ინდოევროპელების გამოჩენამდე ევროპაში ხმელთაშუა ზღვისპირეთში მოსახლე ადამიანების მოსაუბრე ადამიანების ენა მას მიეჩნდა სამხრეთ კავკასიური და მისი თეორიაც არსებობს ამ მხრივ და წიგნებშიც არის შეტანილი. როგორც მოგეხსენებათ, მისი მოსაზრება სკოლის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცვა ისტორიის წიგნი გამოიცა 40-იან წლებში, 50-იან წლებში, სხვა ავტორებთან ერთად სწორედ ეს აზრია გატარებული ამ წიგნში. სერგი მაკალათია ჩვენ ამეცნიერებს იმიტომ გაჩვენებთ, რომ ეს მოსაზრება, რომ წინაბერძნული და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ არ არის პირველი, ანუ ახალი ინფორმაცია, ანუ დიდი ხანია ევროპისა და ამერიკის, რუსეთის, საქართველოს ავტორიტეტ მეცნიერებს შორის ეს აზრი ტრიალებს. ჩვენ დავასახელებთ საკმაოდ კარგ მეცნიერს პანტელონ ბერაძეს, რომელმაც ბერძნულიდან თარგმნა ჰომეროსის ერთ-ერთი ნაწარმოები და მას ბევრი საინტერესო მოსაზრება ჰქონდა, თქვენ ეს კარგად იცით. ინდოევროპული ტომების გამოჩენამდე რა თქმა უნდა ხმელთაშუა ზღვისპირეთში მას ჰქონდა მოსაზრება, რომ ის ყოფილიყო შეიძლება ქართველური მოსახლეობა. თინა ყაუჩიშვილს აქვს საკმაოდ თავის წიგნებში ეს აზრიც გატარებული. რა თქმა უნდა, ჰიპოთეზის დონეზე აქ მათ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ მტკიცებულების წარმოდგენა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმ ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერების წაკითხვის შედეგად და რა ენაზეც იქნება, რა თქმა უნდა, წარწერები შესრულებული, სწორედ მიკუთვნება იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყო ქართველური, აქედან შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ. ბეკერსი, მას საკმაოდ საინტერესო წიგნი აქვს ბერძნული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონი დაბეჭდილი, ორი ტომად არის და ამ ლექსიკონში მან საკმაოდ გამოყო ის სიტყვები, რომელიც ბერძნულში არის არაბერძნული წარმოშობის და უფრო მეტიც არაინდოევროპული. ჩვენ ამ წიგნზე შემდეგშიც ვისაუბრებთ. შოთა ძიძიგურს ჰქონდა საკმაოდ დიდი სამეცნიერო ნაწილი ამ მხრივ გარჩეული. გიორგ მელიქიშვილს
და აქვე კიდევ დავასახელებდით გრიგორ გიორგაძეს, რისმა გორდეზიანი, ევროპის სამეცნიერო წრიდან ეს პროფესიონალი, როგორც ასე ვთქვათ, არ ბრძანდებოდა ჰერბეცებიში, გახდათ მოყვარული ვთქვათ ლინგვისტიკაში, ინჟინერი კაცი გახდათ და მას ბევრი ამ მხრივ ეს იდეა ჰქონდა თავის წიგნებში გატარებული, რომ აი სწორედ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლეობა საუბრობდა სამხრეთ კავკასიურ ქართველურ ენაზე. საინტერესოა ზვიადგამსახურდიას ნაშრომები, რა თქმა უნდა ზოგადი ნაწილიც და კონკრეტული საუბრები მას აქვს თავის წიგნებში მოცემული. და კიდევ დავასახელებდით რობერტ შმიდტ-ბრანდს, რომელმაც გამოცა ორი ნაშრომი, სხვა ნაშრომებს არ შევეხებით დღეს, ორი ნაშრომი, რომელშიც მან გამოკვეთა აკლასის ხაზოვანი წარწერების კავშირი ქართველურ ენობრივ სისტემასთან. ჩვენ პირველი პუნქტი დავასრულებთ ამ მხრივ, ეხლა გადავალთ მეორე პუნქტზე. ეს შემდეგი თავია მაკრელების, დოლიონებისა და მუშკების განსახლების შესახებ. ბერძენის სწავლული აპოლონიუს როდოსელი მაკრელთა ტომს პელაზგებად თვლის. ეს ცნობა შემდეგი სახისაა. ბერძნული ტექსტს ხედავთ თქვენ აქ, ძველ ბერძნულ ტექსტს. მაკრელი ტომი, ამას შემდეგში ვიტყვით რომელი ტომია, მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაშიც გავაჟღერეთ და ახლაც გავიმეორეთ იმას, რომ პელაზგები პირობით იცნება და ეს პირობით იცნება იმ მხრივ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლე არაბერძნულ მოსახლეობას ბერძნული წერილობითი ძეგლები უწოდებდნენ პელაზგებს. ჩვენ დაახლოებით გადმოვეცით პელაზგების ეტიმოლოგია, თუმცა მისი ეტიმოლოგია არ არის დადგენილი და მაგალითად დეტერცის ბერძნული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონში სიტყვა პელაზგი არ არის განმარტებული როგორც ბერძნული. ესე იგი, ჩვენ რომ გაჩვენეთ ბერძნული ტექსტი, ამ ტექსტის ქართული თარგმანი შეასრულა აკაკი ურუშაძემ, რომელიც ასეთნაირად ჟღერს. დოლიონებმა არგონავტებზე იფიქრეს, რომ მაკრელ ვაშკაც და პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო. ესე იგი, საინტერესოა, რომ მაკრელთა ვაშკაც და პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო. ანუ ერთ-ერთი ესე იგი, აპოლონის როდოსელის არგონავტიკის ერთ-ერთი ციტატაა ეს, რომელიც ქართულად მოცემულია და გადმოთარგმნილია. ეს წიგნი 1970 წელს არის გამოცემული, თუმცა აკაკი ურუშაძემ პირველად 1958 წელს თარგმნა აპოლონის როდოსელის არგონავტიკა. და თუ ჩვენი ფართო მაყურებელი ამ წიგნს წაიკითხავს, ძალიან საინტერესო მასალას იპოვეს ქართველური მოდგმასთან დაკავშირებით. ამ ციტატას, ესე იგი, მაკრელ ვაშკაც და პელაზგურ ლაშქარი მოგვადგაო, აპოლონის როდოსელის ციტატას განმარტებელი, ანუ სკოლიასტი შემდეგნაირად აღნიშნავს, განსაზღვრავს. ეს არის ბერძნული ტექსტი, ძველი ბერძნული ტექსტი. საკმაოდ დიდი ტექსტია ეს და ჩვენ ძალიან მცირე მოცულობით მოვიტანეთ ეს ციტატა. ეს ციტატა მოცემულია სრულად ამ წიგნში, რომელიც თქვენ წინ ეკრანზე ხედავთ, რომელიც არის 1854 წელს დაბეჭდილი. ეს ციტატა ამ ციტატის ქართული თარგმანი, რომელიც შეასრულა ურუშაძემ, ახალგაზრდით, თუმცა სრული ტექსტი შეგიძლიათ ურუშაძის წიგნში იპოვოთ შემდეგ გვერდებზე, რომელიც ამ ეკრანზეა მითითებული. ეს თარგმანი ესეთია: მაკრელი, ეგრეთ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებული არიან კუნძულებიდან, საიდანაც მაკრონები ეწოდათ. საქმე ისაა, რომ კუნძულებიასაც მაკრისიც ერქვა.
თქვენ წინ ჩანს რუკა, ესე იგი ეგეოსის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, კონტინენტური საბერძნეთი, ანუ ბალკანეთის ნახევარკუნძული, კუნძული პელოპონესი და კუნძული ევბეა. სწორედ ამ ევბეა თქვენს ეკრანზე მწვანე ჩანს, ესე იგი მაგრელები არიან გადმოსახლებული კუნძულ ევბეადან. და ასევე წყარო, ბერძნული წყარო, ძველი ბერძნული წყარო ამბობს, რომ კუნძული ევბეას მას ევბეას წინათ ერქვა ასევე მაკრისიც. ეხლა განმარტება იმ ბერძნული, ესე იგი სკოლიესტის განმარტება ბერძნულად გაჩვენეთ. ახლა ვნახოთ ქართული თარგმანი. პელას გური იმიტომ თქვა აპოლონიუს როდოსელმა, რომ კუნძული ევბეა მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელიც უწინ პელაზგიად იწოდებოდა. მაკრონები დოლიონების მეზობლები იყვნენ. ეს არის ციტატის ქართული თარგმანი, რომელიც სკოლიესტმა დაწერა. ახლა შევხედოთ ეკრანს, სადაც არის მოცემული რუკა. ხედავთ ისევ გავიმეორებ კუნძულ ევბეას, პელოპონესის ნახევარკუნძულს, რომელიც ძველი ბერძნული წყარო, ანუ ეს წყარო მას უწოდებს უფრო ადრე პელაზგიას. კუნძული კრეტა ჩანს თქვენ წინ და ეგეოსის ზღვა. აქ ასევე დავასახელებდით, ანუ ვაჩვენებთ ეკრანზე თესალიას, რომელზეც შემდეგში ვისაუბრებთ და რადგან ჩვენ საუბრობდით ინდოევროპული ტომების მიგრაციაზე, აი სწორედ ამ ეკრანზე ჩანს ინდოევროპელების მიგრაცია, როგორ ხდება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ფრიგიელები, თრაგიელები და ბერძნები. დღეს რომ მოვიხილოთ მოკლედ, ესე იგი კონტინენტურ საბერძნეთზე ჩამოვიდნენ ინდოევროპული ტომები ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში. რადგანაც ეს თემა ძალიან ფართო არის და გასაშლელია მთლიანად, დღეს ამით დავასრულოთ და შემდეგში გავაგრძელოთ სრულად და ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, თუ როგორ განსახლდა ინდოევროპული ტომები არაინდოევროპული მოდმის მოსახლეობის სივრცეში და როგორ აითვისეს ბერძნებმა ძველი მოსახლეობიდან ბევრი არაბერძნული, არაინდოევროპული სიტყვები. დღეს ამით დავასრულოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.